მოგესალმებით, თქვენ უკვე მოხდით ქურუმი ქალის ტაროზე, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თეას თქვენთვის მორიგი, დადებითი, ემოციური და პროდუქტიული სიურპრიზი აქვს. ლაიფჰაკი აქვს, მოდი ასე ვთქვათ, ბოდი ჰაკი აქვს, ასე გადავარქვი უცებ სახელი, რადგანაც პირდაპირ კავშირში არის ჩვენი სხეულის, ასე ვთქვათ, გასასაუბრებელ ენასთან. ჩვენი და ჩვენი სხეულის ურთიერთობის ფანტასტიკურ პრაქტიკას გასწავლით, რომ მისგანაც ისეთივე სიამონება მიიღოთ, როგორცაც ველოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ურთიერთ თანხმობის ნიადაგზე გავაგრძელოთ ცხოვრება მე და ჩემმა სხეულმა, თქვენ და თქვენმა სხეულმა. მაშასე ძალიან მარტივია. ეს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერ ურწმუნო სკეპტიკოსაც, ვისაც არ ჯერა და თავად ვნახავს შედეგს. მოკლედ ასე. რა არის ამისათვის საჭირო? 5 ან 10 წუთის განმავლობაში უნდა დავხუჭოთ თვალები, მედიტირებული უნდა გავხდეთ და ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ სხეულს, საკუთარ შინაგან სულიერებას უნდა გადავხადოთ მადლობა. მადლობა იმისათვის, რომ სუნთქავ. ალბათ ეს ფილტვების მხარეზე წავა. ესე იგი არ დავაკონკრეტოთ, მაგრამ უშუალოდ იმისათვის, რომ აუცილებლად მიაგნებს მის ადგილს. მადლობა იმისათვის, რომ ხედავ. მადლობა იმისათვის, რომ ჭამ, სვამ, ძინავს, ვიღვიძებ, დავდივარ. მადლობა რა ფუნქციაც აქვს თქვენს ძვირფას სხეულს, ყველაფერთან დაკავშირებით უთხარით მადლობა. საკუთრებული ხა შენ ლექსებს და ოდებს არ დაწერ, მაგრამ დახუჭული თვალებით და მედიტაციით ამ 5-10 წუთის განმავლობაში ჩამოუარე ყველაფერს, რაც მიგიწვდება და როგორაც მიგიწვდება და აუცილებლად გადაეცით მოკითხვები მადლიერებით სავსე. აუცილებლად შემოძვირფასო ადამიანებო, თქვენ შიგნიდან იგრძნობთ რაღაც გამოუცნობ ჟრუანტელს, რაღაც ენერგიულ, ფანტასტიკურ ტალღებს, ვიბრაციებს, რომელიც მოგიყვანთ აღფრთოვანებაში, რომელიც ისეთი სასიამოვნო იქნება, ვენდეთ მე, რომ ისევ და ისევ ხშირად მოგიდებათ გაესაუბროთ და სამადლობელი სიტყვა უთხრათ ძვირფას საკუთარ თავს. გარდა ამისა, თუ რომელიმე მათაგანი გაბრაზებთ, რომელიმე მათაგანთან გავთ რაღაც პრობლემები გტკივათ, ჩვეულებრივად არც მეტი და არც ნაკლები არ ეხით და დაელაპარაკეთ. უთხარი მეგობარო, რა გჭირს, რა მოხდა? მოდი მოიქოქე ჩემთან ერთად, მე ხა მიჭირს და დამეხმარე. ორივე ერთად შეუძლებელს შევძლებთ. მოეფერეთ, ესაუბრეთ. აი თქვენ აზრზე არ ახართ ამ თქვენი აზრების კონცენტრაციას, იქ სადაც ყველაზე მეტად ჭირდებით თქვენ საკუთარ თავს, სუპერ ფანტასტიკურ შედეგს დებს. ეს მე არ მომიგონებ, ეს ჩემი აკვეთება არ არის, ეს არის საპრობირებული, ეს წლების განმავლობაში ამას აკეთებენ ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან ცოტანი. ეხლა ამ ადამიანებმა გაცეს ეს საიდუმლო და გახდა მასებისთვის ცნობილი და ამიტომაც სულ ვამბობ, ხალხო, გამოიღვიძეთ და უთხარით სამყაროს, ყველაფერი რაც ხდება სიკეთისათვის. მადლობა მას ამისათვის და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალინდელ დღეს მისი ნებასურვილით გვიზავნიან და ეს დღე განსაკუთრებული იქნება უფრო კარგი, კარგზე კარგი, უკეთესი და უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. დაიჯერეთ, გწამდეთ სასწაულების და აუცილებლად შეგაყენებთ მის ველში. აუცილებლად მოგასწრებთ ამის გასხივოსნებას და აი ამის მატერიალიზაციას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეიმედებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე მადლიერებას არა მარტო საკუთარ სხეულს თეასაც ეტყვით, ანუ ვინც გასწავლათ, ვინ დაგაყენათ ამ სწორ და საინტერესო გზაზე და გარდა ამისა მოხვალთ ჩემთან, არა მარტო ტაროსთვის, ისე და ისე სხვა რიტუალებისთვის, ახლა მზარდი მთვარია და ძალიან კარგია მათთვის ვისაც რაღაცის გაზრდა უნდა. ხო იცით ახლა ისი გაზრდა კიდოთ, ფულის, სიყვარულის, ემოციების დადებითობის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ასე კოსმით გეხვევით, წარმატებას გესურვებთ ყველას, გადაუზიარეთ, მადლიქენით. წინ დაგხვდებათ, რომ გამოივლით. ხო იცით, ზემოდან არაფერი არ ეპარებათ. აბა, დროებით და კომენტარებში აუცილებლად მიაწერეთ. მადლიერებით ვიღებ. მადლობა თეა. ან რაღაცა უნდაგვარი სიტყვა მადლიერება იმდენად მიყვარს
ატაცებული მაქვს ერთი ფრაზა და მიმეორებ ამას მთელი ცხოვრება და კიდე გაგიმეორებ twins გატკენთ. მადლობა, ყველაზე მოკლე ლოცვა. მადლიერი ვარ, უკვე ლოცულობ. მიყვარხართ.